უშიშროების სხდომებზე ბიზამის იჯდაო რა. უშიშროების საბჭოს სხდომებზე წარმოვიდგინე. იჯდა თემურ ალასანია, FSB-ს პოლკოვნიკი. ადამიანი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც არ მუშაობს არც ერთი, ვინც უშიშროებასთან შეკრული. ეგეთი დიპლომატები მაგათ არ აყავთ. დიპლომატიური სკოლა, როგორც ლიაკა ხოშტარია. ლიაკა ხოშტარი არის FSB-ს აგენტი, პირდაპირ ღიად მაგაში დღემდე ფულს ღებულობს და ამერიკელებისთვის, მარტა კოსისთვის, იმეებისთვის, რა ქვია, ვინც ჩამოდიან აქ ეს ევროპელი ღირებულებებისთვის თანამებრძოლია მაგათი. ფიშერისთვის, ხარჩინსკისთვის, ხდებიან იქა. და ის ქალი დღემდე ფულს პირდაპირ ღიად იღებს რუსეთიდან ფულს და ეს არავის არ ადარდებს, იმიტომ რომ თვითონაც ეგეთები არიან, იქიდან მოდიან. ეს მერე მოხდა გადათამაშება იქითაც და აქითაც, აქითაც და იქითაც. მე არასდროს არ დამოიწყდება მოსკოვში გელა ბეჟუაშვილი რო იყო უშიშროების საბჭოს დივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრა არის პუტინის და სააკაშვილის მერამდენ. ერთი ეგვჯერ იყო თუშ 40 ჯერ შევხვდიო თვითონ არა თქვა. 40 ჯერ შევხვდი პუტინსო. აქედან ჩვენ ვიცით 5. დანარჩენი 35 არ ვიცი, რატო შეხვდნენ, სად შეხვდნენ და როგორ, ხო? თვითონ თქვა. კი. და კადრია იქ დგანან, აქ იდგა სააკაშვილი, ბეჟუაშვილი უდგას, უბრალოდ იქით ლავროვი და პუტინი ესე აკეთებს რა. მოდიო. აი ეს თითით, ხო. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის. შენ აზე ხარ, ეს ხო ყველაფერი აგერ ფაქტებია, ხო? მე ამას მე და შენ ხო არ ვიგონებ. ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ამის უკან არის ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი ვერანაირად.